ეს კიდევ ერთი მცდელობა არის ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგაში და ცრუ აჟიოტაჟი, ასე რომ შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ ამ ყველაფრით. დღეს მივიღებთ ცვლილებას კანონში, დღეს 12 საათს ღამე შევა ძალაში ეს კანონი, ხვალიდან ბატონი მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღაც იტყვიან, ოდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარის, რომელიც მას გაუწევს საქმის საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციაც რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ასე რომ კიდევ ერთი ასე ვთქვათ ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც საბოლოო ჯამში მათვე აზიანებს. მე მინდა აქედანვე წარმატება უსურვო მამუკა მდინარაძეს მის ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში იყოს ეფექტიანი. სხვა შორის ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება, თუ ნახავთ თქვენ სხვა ქვეყნებს, საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა კოორდინაციისა, სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან, ასე რომ მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე ერთის მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს დანაშაულებების განსაკუთრებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ეს ამ დავალების შესასრულებლად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული და კოორდინაცია ამ მხრივ არის განსაზღვრული. ოპოზიციას დაკავშირებით და კითხოთ, თუმში გაიმართა ქუთაისში შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ ხალხთან უნდა აქონდეთ მათ შეხვედრა, მაგრამ იყო მათი მხარდამჭერები და ვინც კი პოლიტიკურად მათთვის იყო მიუღებელი, მას დაატოვებინეს დარბაზის შეხვედრის დაწყებიდან მალევე. რა ხდება ამ ალიანსში, მათ შორის დაპირისპირებაც არის. რაც სააკაშვილის გამო არაერთი კრიტიკა ერთმანეთის მისამართი. რაც ვიხილეთ ზუსტად ეს ხდება, ეს არის სალონური საუბრები, რომლებიც მათ აქვთ ხოლმე ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, როგორც სტილი ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ქონდათ რაღაც შეხვედრა, რომ შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ, რომ თითქოს რაღაც შეხვედრა ქონდათ. ამიტომაც არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ მე ასე ვთქვათ შესაბამისად შეძლონ გაბევრება ხოლმე საკუთარი შეხვედრებზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. კიდევ ერთხელ ეს არის სალონური შეხვედრები რადიკალების, რომელიც მოწყვეტილია ქართულ რეალობას და გონიათ, რომ ჰერჩისკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არა და პირიქით არის. რამდენჯერაც მას ჰერჩისკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, ზუსტად იმდენი ხმა დააკდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. ვინაიდან საქართველოს დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, დიდი ხანია უარი თქვა ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირს ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ და ვასალობაში ვერავინ ვერ მიგვაბრუნებს. სხვა შორის აქვე მინდა ბარემ ამ თემასაც ეხება. გუშინ ჩვენ ვნახეთ საინტერესო განცხადები, რატომაც დაემთხვა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომელზეც მათ თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წესისთვის დასჭირდება სავარაუდოდ ტერიტორიების დათმობა და მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც გაიმეორა კვლავ, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების. ანუ ერთი და მეორე განცხადებაც თავის თავში გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობას.
მერცის განცხადება გულისხმობს, რომ ევროკავშირში წევრობისთვის სუვერენიტეტის გაუქმებას ან თითქმის სრულად დათმობას. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმოს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. და როდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა და საქართველო არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. აი ეს არის თვითმიზნობის შედეგი. თუ კი ევროკავშირში წევრობა არის თვითმიზანი, ნიშნავს, რომ შენ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი და შენ უნდა გაწირო შენი სახელმწიფო სუვერენიტეტი. ამიტომაც ევროკავშირის წევრობა არ არის სწორედ ამ გაგებით ჩვენი თვითმიზანი, თუ კი ჩვენ ამის გამო მოგვიწევს, რომ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი, დავთმოთ ჩვენი იდენტობა, დავთმოთ ჩვენი უფლება, ჩვენ გავსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინა და მოლდოვას როგორც პირობას უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე კითხავთ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთი ნოტა გაუგზავნა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ნოტა გაუგზავნა ქართულმა მხარემ და თხოვა ინფორმაციის განახლება საულმეზურების შულთან და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით, თუმცა მათი მხრიდან კვლავ დუმილია. აი, რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი და როგორია თქვენი მოლოდინი? მარტივი დასკვნით, ჩვენ უკვე რა თქმა უნდა ეს იცილო-ბიცილო თამაშს უნდა და შეეშვას ყველა, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, გერმანიის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს ქართული ხალხის სუვერენიტეტს. ეს არის ფაქტი. არ აღიარებს ქართული ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართული ხალხის უფლებას დემოკრატიაზე, რომ იყოს განსაზღვრელი, თავად იყოს განსაზღვრელი ხელისუფლებისა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გერმანია რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაზე იყო ერთ-ერთი გვერდში მდგომი საქართველოს დამოუკიდებლობისა, დღეს გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ყოფად და ერთის ხვით და მეორეს ხვით ქართული ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართულ ხალხს უყურებს როგორც რაღაც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება, ეს უნდა განსაზღვროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდმა, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი და გერმანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული და არის დემოკრატიული ევროპის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს. იმით, რომ არ აღიარებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება. ამიტომ კიდევ ერთხელ მე კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს, მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ თვე რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არავის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ, მით უმეტეს არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ. ბევრი მიზეზის გამო და თუ კი ეს არის ის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი ელჩი კი ვხედავთ რა გზაზე დგას, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება სათანადო პასუხი, იმით რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას. ჩვენ წლებია გვიწევს რუსეთთან ამ ხრივ პოლიტიკური თუ სხვა სახის ჭიდილი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, გამოდის, რომ გერმანიის ეხლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ამ თავისი ქცევით. კიდევ ერთხელ დიახ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს და ქართული ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს იმას, რომ იქნება ზუსტად იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ქვეყნები, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ და ეს არის კაფიო მაგალითი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა. აქ სულელი არავინ არ არის, რომ დაიჯეროს. აქ
ერთი წამი. გერმანიის მთავრობა ამ თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. არა მხოლოდ მის ნაწილზე, მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. თუ დაუჯერებთ გერმანიის საგარეო სამინისტროს ვებგვერდს, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი. ასე არის მათი გამრუდებული რეალობა. ამიტომ კიდევ ერთხელ არ ვიცი თქვენ თუ გინდათ თავი მოისულელოთ, მაგრამ მე მგონი აქ სულელი არავინ არ არის და მათ შორის არ თქვენ ხართ სულელი, რომ დაიჯეროთ და გჯერათ თქვენ, რომ ეს ვებგვერდის ხარვეზი არის, ხომ არ გჯერათ ამის, რომ თვეები გადის შეხსენებით, მოთხოვნის მიუხედავად არ იცვლება ორი სახელი და გვარი. და ამას რომ განზრახ აკეთებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს მისი ელჩის დაჟინებული ჩართვით, ეს მე მგონი ფაქტია და თუ კი ამას განზრახ აკეთებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განზრახ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, განზრახ ხელყოფს ქართველი ხალხის ღირსებას, რომ თავად განსაზღვროს ვინ იყოს მისი ხელისუფლება. ჩვენთვის მინისტრის ინტერპელაციას ეს კითხეთ რა ბატონო შალვა ჩაფრთხილდეთ კითხავ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განხორციელება გახსნა და ითქვა რომ ის მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა. აი რეალურად ამdani აქვს პოლონური გადამსვენების ფული რომ ქართულენოვანი საინფორმაციო კონტენტის შექმნისთვის იხარჯება როგორც მე მგონი ძალიან გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე, მით უმეტეს გასაგები პირველი ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყანა ქმნის სახელმწიფო, ის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ მთავრობამ შექმნა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, თუ არ ვცდები ხო, სახელად და გვარში ადამიანი, რომელიც გაიგივებულია საქართველოში დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ისტერიის დათესვასთან. მოდელირებული ქრონიკის ავტორი არის დღეს ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი. და ესეც აჩვენებს თუ რა არის განზრახვა. აქედან გამომდინარე ჩვენ მარტივად შეგვიძლია ეს ერთი რიცხვი. მეორე რიცხვი ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის პაվել ჰელჩინსკის განცხადება, სადაც ის დაგვემუქრა სამოქალაქო ომით. შეგახსენებთ, რომ პაվել ჰელჩინსკი გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა ის არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, იმ სამინისტროსი, რომელმაც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა ახლა მთავარი პროპაგანდისტის ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა და ნახეთ, ასე ვთქვათ, რაც არის მათი განზრახვები, ეს არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ანალოგი იმ ეგრეთ წოდებული 1000 ბორცვის რადიოსი, რომელიც თავის დოზე რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ გაეღვევებინა შუღლი საზოგადოებაში, ტრობა საზოგადოებაში და 1000 ბორცვის რადიო მოიტანა საბოლოო ჯამში გენოციდი, რომელიც რუანდაში მოხდა. ზუსტად ეს არის, თუკი ჩვენ შევხედავთ სურათს მთლიანად, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფომ შექმნა პროპაგანდისტული იარაღი იმისთვის, რომ მოხდეს ზიზღის პროპაგანდა საქართველოში. ამის პარალელურად ხედავთ, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან წარგზავნილი ევროკავშირში, გვემუქრება სამოქალაქო ომით. ამის პარალელურად ხედავთ, რომ 4 ოქტომბრის დამხობის ასე ვთქვათ დაანონსებულ აქციას მხარს უჭერდა ევროკომისია. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ზიზღის პროპაგანდის ინსტრუმენტთან, რომელიც შეიქმნა ქართული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სახის ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით თუ მისი ხელმძღვანელობით და ფაქტი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი ქართული ხალხის წინააღმდეგ. აქვე გავიხსენოთ პოლონეთის მთავრობის მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან შეუშვეს სპეცაგენტი ექიმები, რომელიც ცდილობდნენ ფარულად გამოეტანათ რაღაც მასალები ციხიდან, უბრალოდ სამავტოფოდან, რომელიც საშეახსურების დაწესებულების ფუნქციას ასრულებს. ასე რომ და აღარ ვიტყვი იმაზე, პოლონელი დეპუტატები რაში არიან ხოლმე ჩართული. კიდევ ერთხელ ეს არის აშკარა მაგალითი, რომ უნდათ ზიზღის დათესვა საქართველოში. ეს არის აშკარა მაგალითი, აი ზუსტად სახელმძღვანელო მაგალითი, რას ნიშნავს სახელმწიფო პროპაგანდის აწყობა სხვა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, სამოქალაქო ომის ინსპირაციისთვის
და ზუსტად აი ამას ემსახურება ნათია კობერიძე, რომელიც ზუსტად მოდელური ქრონიკის მიზანი რაც იყო, ეს მიზნები პირდაპირ გადატანილი აქვს თვისის. ასე რომ რა თქმა უნდა ამაზეც მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღების გამოხმობა.